მართალი არსებული უსამართლობა. ანუ ის რომ ჩვენ ყავს საქართველოში და კვლავ ამთავრდება ის რომ ყავს პოლიტპატიმრები და ეს 21 საუკუნეა და უკვე აღარ შეიძლება. ეს არის ყველა არც ერთ სახელმწიფოში, არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში ესეთი რამე არ ხდებოდა. ჩვენ სტუდენტების სახელით გამოვდით და დავიწყეთ შიმშილობა. და რავი, რაც შეეხება იმას თუ სანამდე გავჩერდებით ან როგორ ვიძახით რომ ყოველ დღე აქ ვიქნებით, მანამ სანამ არ გაათავისუფლებენ ამ პოლიტპატიმრებს. კერძოდ ვიტყვი რომ ეს არის დათო-პაცაცია, არის ლაშა მესხია, დაჩი და ყველა სხვა ვინც აი გუშინ ცემეს და რაღაცა. მოვითხოთ დათო-პაცაციას და ლაშა მესხიას გათავისუფლებას და საერთოდ სოლიდარობას უცხადეთ პატიმრებს, იმიტომ რომ ეს შემზარავი ფაქტები საერთოდ რაც ხდება სტუდენტებს ძალიან აღაშფოთებს და განაწყობს უარყოფითი მუხტით ამ ყველაფრის მიმართ. ეს არის ისეთი შენობა, სადაც ეს ყველაფერი ლეგიტიმურად ხდება და კანონის ფარგლებში ექცევა ეს არაკანონიერება. ეს არაკანონიერი ქმედებები ხდება კანონის ფარგლებში მოქცეული. და ჩვენ გვინდა ხალხს დავანახოთ, რომ ესეთი ლამაზი შენობები არ არის იმ კანონიერების ბუდე, ეს არის არაკანონიერების და უსამართლობის ბუდე.